ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას, და ბედნიერები იყვნენ და ამიტომ საჭიროა იბრძოლონ. იბრძოლონ და იბრძოლონ. ხლა აქციებია და ნახევარზე მეტი გოგონები არიან. აი იმათი ხმა მიყვარს, ხმარო. აი უკვე რომ მესმის ყურებში გოგონების ხმა მიყვარს. არ ვიცნობ, მაგრამ მიყვარა. მე მარიამ ვეფხვაძე ვარ. დავიბადე თელავის რაიონის სოფელ აგურაში. 65 წლის ვარ. ბავშვობაში ძალიან წარმატებული ვიყავი სიგრძეზე ხტომაში. მოვხვდი საქართველოს ნაკრებში, მაგრამ დედაჩემა არ გამიშვა, რომ მწვრთნელი მყოლოდა და უფრო წარმატებული ყოფილიყავი. პირველ რიგში ქალი რო ვიყავი მაგითო. შეიძლება ბიჭი რო ყოფილიყავი, გაეშვათ და ქალი რო ვიყავი, მაგიტო არ გამიშვის. ეს დრო რომ იყოს, ალბათ გამიშვებდნენ. მეც ალბათ ვიტყოდი, რომ წავალ და თბილისში ვივარჯიშებ და წარმატებას მივაღწევ. მეტოქეები ბევრი არ არიან, იმიტომ რომ ჩემ ასაკში არ არიან ძალიან ბევრი ქალები, რომლებიც დარბიან. ყველას უნდა სირბილი, მაგრამ ალბათ ის, რომ აი ეტყვის რა, ან მეუღლე ეტყვის, ან მეგობარი ეტყვის, ან თანამშრომელი ეტყვის, ნეტა რა დაგარბეინებს. დავქნა ვერ ვანებებ სირბილს თავს და არც გავანებებ ალბათ. ბოლომდე ვიქნები. და სულ მაგას ვამბობ ხოლმე, სადაწვრილი, აი გაწყდეს. ბოლომდე ვირბენ ალბათ სადამდესაც შემეძლება. ჩემი მედლები ნახევარზე მეტი კი არა, უმეტესობას უპირველი ადგილისები მაქვს. მიზანი მაქვს ყველა ქვეყანაში წავიდე, სადაც შევძლებ და იმ პერიოდში, სადაც მარათონია და მივიღო მონაწილეობა. შემიძლია რომ კარგად უფრო კარგი შედეგები მეჩვენებინა და მართლაც გული მწყდება. მება გული ძალიან